სახელითა მამისათა და ძისათა და ძმნისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. დღეს თქვენ მოისმინეთ სახარებიდან ერთ-ერთი სასწაულის შესახებ, თუ როგორ განკურნა მაცხოვარმა ორი ბრმა. თხრობა სახარებისეულის შემდეგია, რომ როდესაც შევიდა მაცხოვარი ერთ-ერთ დაბაში, გაიგეს იქ მყოფმა ორმა ბრმამ, რომ შემოვიდა მაკურნებელი. და როდესაც გაიგეს, დაიწყეს ასეთი ღაღადისი: შემიწყალენ ჩვენ ძეო დავითისო. ყურადღებას არ აქცევს მაცხოვარი, ვიდრე არ შევა თვითონ რომელიღაც სახლში. და იქ მიადგებიან ეს ადამიანები. რის შემდეგაც ეკითხება იგი, რომ თქვენ გწამთ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. ჰე უფალო, დიახ უფალო, ამბობენ. სარწმუნოებისა თქვენი საებრ გეყოს თქვენ და აღუხილა თვალები. მოკლე მონაკვეთი, მე გრძელდება, რა თქმა უნდა, ეს შემდგომ ყრუს განკურნებაც არის და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ მომენტზე გავჩერდეთ მხოლოდ ბრმების კურნებაზე ამ შემთხვევაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ეპიზოდი სახარებისეული არის პირველი ლოცვა იესოსი. უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მოკლე მოხმობა ლოცვითი მაცხოვრის სახელისა, რასაც ისი ხასტური მოღვაწეობა ეწოდება, თქვენ იცით. აი ეს პირველი გამოვლენა იესოს ლოცვისა, სახეცვლილი, რა თქმა უნდა, არა იმ ფორმის, რაც დღეს დამკვიდრებულია. მაგრამ შემიწყალე ძეო, აქ დავითისაო წერია სახარებაში, მაგრამ რომ შევცვალოთ, შემიწყალე მე ძეო დავითისაო, ანუ ძეო ღვთისაო. აი ესე ვამბობ ჩვენ. და მაცხოვარი შველის ამ ბრმებს. ამ შემთხვევაში ეს ბრმები ხორციელი გაგებით ბრმები არიან. მაგრამ თუ გადმოვიტანეთ ჩვენ ცხოვრებაში მორწმუნე ხალხზე, ხშირად ხო ჩვენც ხომ ბრმები ვართ. არა, ჩვენ გონია რომ ესი არ არის. მეც ასე მგონია და ძალიან ბევრს. მაგრამ არსებობს რაღაცა შეფასების სკალა. რაღაცა კრიტერიუმი არსებობს. მამათა მოძღვრებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ. რაღაცასთან უნდა შევადარო ჩემი ეს სიფხიზლე თუ მძინარება, თვალხილულობა თუ სიბრმავე სულიერი. ხა საუბარი აქ არ არის ათეისტებზე, უღმერთო ადამიანებზე, აქ საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ღმერთი არ სწამს, იმას როგორც უნდა ისე უნდა იცხოვროს, ის არც მორალს იჩემებს, ნიჰილისტია, ან რაში ჭირდება საერთოდ, მე ვერ გამიგია ამსეთი ადამიანების ვერც კარგი და ვერც ცუდი. იმიტომ რომ კარგი და ცუდი არსებობს ღმერთთან მიმართებაში მხოლოდ. სინდისთან მიმართებაში და თუ შენ ღმერთს არ აღიარებ, სინდის ვერ ხსნი და ვერავინ ვერ ახსნის, საიდანა გაქვს, ან რაში ჭირდება საერთოდ, როდესაც ცხოველი უფრო მარტივად ცხოვრობს. და ბევრი კითხვებია, ახლა ამაზე აღარ შევჩერდები, ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. ათეისტზე საუბარი არ არის. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც თუ მეტნაკლებად რაღაცა გვწამს ღვთის არსებობისა და რაღაცას ვლოცულობთ ხანდახან. აი, როდის არის წმინდა მამათა თქმისებრ და სხვა მწერლების თქმისებრ ადამიანის სულიერი მძინარება. როდის ახარ ადამიანი ბრმა სულიერად. და რამოდენიმე კატეგორია, რამოდენიმე მიმანიშნებელია. აი პირველი ალბათ არის როდესაც ადამიანი სხვის თვალში
ბეწვს ხედავ და დვირეს ძველ ქართულად როგორც არის, ანუ დიდხეს საკუთარ თვალში ვერ ხედავ და ყოველთვის რაც შენ თავს ხდება ცუდი, ყოველთვის სხვა არის დამნაშავე. ყოველთვის სხვა არის რაღაც შუაში. შენ არა, შენ კაი ხასიათი გაქვს. შენ შვიდი ხარ, შენ მოსიყვარულე ხარ, შენ მოწყალე ხარ, მაგრამ იმათ არ ესმით. არა შეიძლება ხდებოდეს, რომ არ ესმოდეს ადამიანს. კი, შეიძლება ცირის წამება იყოს, 1000 გვარი ეკლესიაზეა ასეთი რამ. ჩვენზე შეიძლება იყოს ასეთი რამ. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც მხოლოდ სხვის თვალში ხედავ შენ პატარას და საკუთარ თავში იმ სპილოს ვერ ამჩნევ, აი ეს არის ძილიანობა სულიერი. ყოველთვის სხვა არის დამნაშავე ჩემს უბედურებაში, ჩემს უფულობაში, ჩემს ავადმყოფობაში, ჩემს სხვადასხვა სამსახურებრივ მოღვაწეობაში და ასე შემდეგ. აი ყოველთვის ესე როდესაც არის, უმეტესწილად როდესაც ასეთი მდგომარეობაა, ესე იგი რაღაცა ტვინში ვერ აგავს ადამიანს. იმიტომ რომ ასე ვერ იქნება. მოდი ჯერ დავინახოთ საკუთარ თავში რა არის გამოსასწორებელი. არის კი ის კრიტერიუმი მაცხოვარმა რო თქვა, ნეტარიყვნენ მდაბალნი, ნეტარიყვნენ წმინდანი გულით, ხარ ასეთი? აი თუ ხარ და გებძვიან, შეიძლება ხდებოდეს, კი როგორ არა, ცირის წამება და 1000 გაუბედურებული ასეთი მდგომარეობა არის, მაგრამ ჯერ მოდი შენ შეადარი ღვთისმცნებებს შენი თავი. და მერე შეიძლება თქვა რაღაც. მაგრამ როდესაც უმეტესად ასეთი მდგომარეობაა, როგორც თქვით, მაშინ სულიერი სიბრმავეა. მინიშნება ერთ-ერთი. საკუთარი ცოდვების ვერ შემჩნევა. ეს პირველი, ეხლა მეორე. როდესაც ადამიანი ცხოვრობს, მორწმუნეკაცია საუბარი, ცხოვრობს მხოლოდ რიტუალური ცხოვრებით, გარეგნული ცხოვრებით და ჩვენ ამაზე გვისაუბრია ბევრჯერ. ესეც ერთ-ერთი სიბრმავის მაჩვენებელია ადამიანის. რა იგულისხმება აქ? სად ვაკოცო? სად პირჯვარი დავიწერო? სად დავიხარო? სად დავიჩოქო? და ასე შემდეგ. ეხლა იტყვით, აბა როგორ კაცო? კი, მნიშვნელოვანია. როგორ არა წირვის რიტუალი, ქორწილის რიტუალი, ნათლობის რიტუალი არის მოწესრიგებული და ეკლესიაში არ შეიძლება იყოს უწესრიგო პირიქით. სადაც მოწესრიგებულობა, ამ შემთხვევაში ეკლესიური გაგებით ვამბობ, არ არის, იქ სულიერებაზე ვერ ილაპარაკებ, იმიტომ რომ ქაოტური მდგომარეობა შინაგანი გარეგნულათაც გამოდის. არ შეიძლება დაჯაჯული იაროს ადამიანმა, არ შეიძლება. არ შეიძლება, როდესაც გინდა მაშინ დაიწყო წირვა მაგალითად, ან ჯვრისწერა, როცა შენ გინდა, ის არ შეიძლება. ყველაფერს თავისი დრო აქვს, თავისი კანონი აქვს, თავისი წესი აქვს. მაგრამ ჩვენ რას ვამბობთ ამ შემთხვევაში? როდესაც ადამიანი აი მხოლოდ ამითი ცხოვრობს, როდესაც შემთთვის არის მნიშვნელოვანი პირჯვრის წერა მხოლოდ, სანთლის ანთება მხოლოდ. და თქვენ იტყვით, აბა რა უნდა იყოს კიდე? რა არის მნიშვნელოვანი გარდა ამისა? შინაგანი ცხოვრება, ვნებებთან ბრძოლა, დამოკიდებულება ჩემი, რომელიღაც სოდვისადმი, რაც ეშმაკეულობაა და ჩვენ ვილაპარაკეთ წინა
საუბრებში ამაზე. როდესაც ადამიანი ვნებებს არ ებრძვის და ამბობს, მე ეკლესიური კაცი ვარ, მაგრამ ეს არ ვეწევი, მაგრამ ნუ არ შემიძლია ახლა მე. და არც ფიქრობს, რომ ეს ვნებაა, ეს დამღუპველია, არც ფიქრობს. ესე გონია, რომ თან ეკლესიურია და თან შეიძლება ასეთი ცხოვრება. ახლა უარეს მდგომარეობებზე აღარ ვლაპარაკობ. ეს ურთიერთ გამომრიცხავია. მაშინ ადამიანი ვარდება ფარისევლობაში, გარეგნულ ქმედებაში. როგორც ფარისეველი შევიდა ტაძარში და ამბობს, გმადლობ, რომ ვარ ისეთი, ესეთი და ყველაფერს ასრულებს ეს კაცი. ერთადერთი რაც აკლდა შინაგანი ცხოვრება, გარეგნული მოწესრიგებულია, ყველაფერი მარხვასაც იცავს. გარეგნულად მარხვა იმიტოა საჭირო, რომ ვნებებს ებრძოლო კაცი. ვნებებს რომ თუ არ ებრძვი, არანაირი აზრი არ აქვს შენ მარხვას. ეს არის ქრისტიანული ახსნა განმარტება ამისი. ლოცვითი მდგომარეობა, თუნდაც შინაგანი, როცა ვერავინ ვერ ხედავს შენ. ესე ვნებებთან ბრძოლა, ლოცვითი ცხოვრება, სათნოებითი ცხოვრება თუ გნებავთ, რომელსაც ვერავინ ვერ ხედავს. ეს არის შინაგანი ქრისტიანული ცხოვრება. მაგრამ როდესაც მე მხოლოდ გარეგნულით ვცხოვრობ, მაშინ გამოდის, რომ მე ვარ თვლემარებაში, მე მძინავს. ან ხიბლი ქვია სხვაგვარად ამას. ვიწყნარებ თავს იმით, რომ ყველაფერს ვასრულებ. ეს არის სულიერი სიბრმავის მაჩვენებელი. ყველაფერი კანონის თანახმად, ტიპიკონის თანახმად, სულიერების გარეშე. ეს ქრისტიანობა არ არის. ეს მთვლემარებაა. ეს წმინდა მამათა მიხედვით. ახლა შევეხოთ ისეთ მწერალს, მე-20 საუკუნეში ცხოვრობდა. ესეთი ცოტა რთული სახელწოდების კაცი იყო, კლაივ სტემს ლიუისი, ინგლისელი კაცი, უნიჭიერესი. ანგლიკანობა მიიღო, ჯერ ათეისტი იყო, შეგნებული ათეისტი იყო. და შემდგომ უკვე გახდა ქრისტიანი. და სანამ გარდაიცვლებოდა, მრავალი წიგნი დაწერა ქრისტიანობის, ზოგადად ქრისტიანობის შესახებ. მისი აზრები ყველაფერი მისაღები არ არის, იმიტომ რომ კაცი იყო ანგლიკანი. პროტესტანტობის ერთ-ერთი მიმდინარეობა, ერთ-ერთი შტუარი. მაგრამ ძალიან ბევრი დაახლოებულია მართლმადიდებლობასთან. ერთ-ერთი წიგნი აქვს ასეთი. ბალამუტის წერილები. ადრეც გვიხსენებია ჩვენ. 30 წერილი. როგორ უნდა აცდუნოს ეშმაკმა ადამიანები. ეს ბალამუტი არის დიდი ეშმაკი, რომელიც წერს წერილებს პატარა ეშმაკუნებს. თითქოს აკადემიაში სწავლობენ სასულიერო, ოღონდ პირიქით სასულიეროში და იქ ასწავლის ჭკუას, ეს რექტორია, მთავარია. ესენი არიან პატარა ეშმაკუნები. როგორ უნდა აცდუნონ ადამიანები. ერთ-ერთ წერილში ამბობს, ბალამუტი წერს პატარა ეშმაკს. ეცადე, რომ ადამიანი იმყოფებოდეს ოცნებებში. ესე იგი, როცა ოცნებები ცხოვრობს კაცი, ეს ეშმაკისეული მოქმედებაა, შესაბამისად ლიუისისა. რას ქვია ოცნებებში ამყოფე? აცხოვრე ან წარსულით, ან მომავლით. ეს არის მეოცნებე ხალხი. რეალობას მოწყვეტილი მდგომარეობა. ჩვენ ქართველებს შევშვენს ეს. ჩვენ რომ ვიყავით და დაუსრულებთ, ჩვენ რომ ვიყავით და ჩვენ რომ ვიყავით. უკულტურო ჯაყოები დავრჩით, ჯაყოები. უკულტურო ჯაყოები.
და ჩვენ რომ ვიყავით. ჩვენ რომ ვიყავით, ძალიან კარგია რომ ვიყავით. და რანი ვართ დღეს? და ყოველთვის მისტრის მხოლოდ იმ თვითონ არაფრის გამკეთებელი აღარ არის დღეს. აგერ ვეფხის ტყაოსანი, აგერ დავით აღმაშენე, აგერ თამარი და აგერ ისა და შენ რა ხარ დღეს? ის არის შენი მაგალითი. მაგალითი აიღე. რატო იყო ის კაცი ასეთი? როგორ იყო წინაპარი რომ სვეტი ცხოველი ააშენა? რა სულიერება, რა ხედვა იყო ასეთი. მაგრამ მეოცნებე, ჩვენ ვიყავით აი ესე, სულ დაუსრულებელი ოცნებობანა. მაგალითის აღება კი არა. ჯაყო ლაპარაკობს წარსულზე. აი დღეს მდგომარეობა ასია. ან მეორე ოცნება. მომავლის ცხოვრება. აი მე როცა ვისწავლი, როცა გავთხოვდები, როცა ცოლს მოვიყვან, შვილები რომ მეყოლება, სახლს რო ავაშენებ და მოოცნებობს კაცი. ხვალინდელი დღე გაგითენდება თუ არა შენ არიცი? რას ოცნებობ ადამიანი? და ჩვენ ხო უყურებთ რაც ხდება. დედაშვილი გავასვენეთ გუშინ. ცხოვრებაში არ მინახავს, უამრავ მიცვალებულთა მქონია საქმე. ესეთი რამე არ მინახავს კაც. არ სად მიდიხარ, რას ოცნებობ? ვიზე და რაზე ფიქრობ ადამიანი? დღეს აკეთე. დოსტოევსკი იტყვის სხვაგან, რამდენადაც მიყვარს კაცობრიობა მთლიანობაში, იმდენად მეზიზღება თითოეული კაცი დღეს. სალსალკე. ეს მდგომარეობა. დედაზე სადგეგძელო და დედა საგინებს თავის საკუთარ დედას. დედაზე კი დედის კულტი, დედა ბოძი, დედა მიწა და დაუსრულებელი ეს ოცნებობანა. და საკუთარ დედას პატივს არ ასწევს ადამიანი. აი ოცნებები. ესე იგი, ლუისის თანახმად, ოცნებაში, როცა ცხოვრობს კაცი, ან წარსულით მხოლოდ და ჭკუას ვერ სწავლობს, ან მხოლოდ მომავლით, რომელიც არც ერთი არ არსებობს, არც წარსული არსებობს და არც მომავალი არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს, ან იყო უკვე. რეალობაში ეხლა ხარ შენ. აი ეხლა დგეხარ შენ. ღვთის წინაშე და მეორე ადამიანის წინაშე. ეხლა აკეთე ის. ჯაყოება მოიცილე, კუჭის მონობა და საცხოველეთი. და იცხოვრე დღეს ქრისტიანულად. დღეს გაქვს მხოლოდ დღე. ხვალ არ იქნება შეიძლება. ღმერთმა გნას იყოს, მაგრამ ხო შეიძლება რო არ იყოს. უფრო მეტად შეიძლება არ იყოს, ვიდრე იყოს. მაგრამ როდესაც ესე ცხოვრობს კაცი, ბალამუტის თანახმად, ცხოვრობს მისი გეგმის მიხედვით. დაფრინავს. იქ ესე იქნება, იქ წავალ, იქ დავისვენებ. საცოდავი კაცი. ვიღაცა გვიშველის, მეოცნებე ხალხი. რა კარგი, ძალიან უხარია ბალამუტს, დიდეშმაკს. ესეთ მდგომარეობაში უნდა აცხოვროს ადამიანები. რეალობას უნდა მოწყვიტო. მეოცნებენი უნდა გახადო. ეს პირველი ხრიკი. ეხლა მეორე ხრიკი ბალამუტისა ასევე. არასოდეს არ დაუწყო არც ერთ ადამიანს, ეუბნება პატარა ეშმაკს ეს რექტორი. დამტკიცება, რომ ღმერთი არ არსებობს. არასოდეს, იმიტომ რომ გონიერ კაცს დამტკიცება ღვთის არსებობის არ აჭირდება. ის ყოველ წამს ხედავს ღვთის გამოვლენას საკუთარ ცხოვრებაში. ყოველ წამს გონიერ კაცზე ასია. უგონო კაცი და ჯაყოობაზე საუბარი აქ არ არის. და ლუარსაბზე. აქ საუბარია
აქ არის გონიერ კაცის საუბარი, რომელსაც რაღაცა გაუგია, იმას ნუ მტკიცებს შენ, რომ ღმერთი არ არსებობს. არ დაგიჯერებს და გაიქცევა შენგან. ასე რომ ანკესი უნდა გქონდეს ძალიან მოხერხებული კაუჭი. პირიქით უთხარი, რომ ღმერთი არსებობს. გაუგზავნე ისეთი ხალხი, რომელიც ღმერთის შესახებ დაუწყებს საუბარს. იფიქრებთ, ეს რა ხრიკია ეშმაკისაგაც. პირიქით უნდა ხდებოდეს, აქ პირიქით ლაპარაკობს. მაგრამ ერთი რამე გააგებინე ძალიან კაცრად და გადაჭრით. ერთი რამე. ეს შენი ცხოვრება მატერიალური, ყველაზე რეალური ცხოვრებაა. ყველაზე ფასეულია, რაც კი შენ გაქვს. ნახეთ, როგორ საიდან სად გადავიდა. ესე იგი, შენი რეალური ცხოვრება, შენი ხორციელება, შენი ეს გართობა, ჭამა, სმა, ფული, ყველაფერი, რაც ფასეული აქვს ადამიანს, დააჯერე, რომ მხოლოდ ერთ-ერთი კი არა, მხოლოდ ეს არის შენთვის ფასეული. ეს უთი სოფელია შენთვის ფასეული. ამას ჩაებღაუჭე ძალიან. ამას გაუფრთხილდი. და ნახეთ, რას ამბობს ეს ბალამუტი? დანარჩენს თვითონ ეს კაცი გააკეთებს. ოღონ ეს დააჯერე. და ნამდვილად ასია. კაც, რომელსაც ჯერა, რომ ეს წუთი სოფელია მხოლოდ ფასეული, ეს არის მოსაფრთხილებელი, ეს არის შენი, არა და შენი სხეული არ არის შენი. აი, მხოლოდ ეს არის შენი. ამას უნდა გაუფრთხილდე ძალიან. იქიდან, აი ამ მდგომარეობიდან ძალიან ადვილი ათეიზმში გადახვიდე. თვითონ აკეთებს ადამიანი, იმიტომ რომ ეს კაცი გაცხოველებული კაცი არის. იმას დანარჩენი არაფერი აღარ აინტერესებს. მატერიალიზმი, როდესაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის, ღმერთი კი როგორ არა, მაგრამ ღმერთი მატერიალიზმისათვის. სხვა რამისთვის კი არა, აი მიმყოფე ღმერთო ჩემი თავი, კარგად შვილები, მატერიალიზმი, აი მხოლოდ ეს არის ფასეული მხოლოდ. დანარჩენს თვითონ გააკეთებს კაცი. ათეიზმსაც თვითონ ჩამოაყალიბებს. უზნეობასაც თვითონ ჩამოაყალიბებს. იმიტომ რომ თუ ეს არის მისი ფასეულობა, სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს არის მისი ღმერთი, რაც ამას ეწინააღმდეგება, ყველაფერი მტერია მაშინ. მათ შორის ღმერთი, სულიერი, დაუნახავი, უხილავი, სადღაც არსებული. ეს ყველაფერი ტყუილებია მაშინ. აი ხრიკები, ჩვენი ძილიანობისა. რო შევაჯამოთ, რაც ვთქვით, პირველი, წმინდა მამათა მიხედვით. ეს არის, როდესაც ადამიანი მხოლოდ გარეგნულს აქცევს ყურადღებას და არა შინაგანს, მხოლოდ სხვაში ხედავს ცოდვას და არა საკუთარ თავში. მესამე, როდესაც მეოცნებია კაცი, ან წარსულით, ან მომავლით ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით არა და მეოთხე, ძალიან ესეთი მოკლე, კიდე რა თქმა უნდა, ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადად ვამბობ. და მეოთხე, როდესაც შენ ეს წუთი სოფელი გონია ყველაზე რეალური ცხოვრება და ყველაზე ფასეული ცხოვრება. დანარჩენს ყველაფერს შენ თვითონ აკეთებ. ეკლესიაშიც დადიხარ. ყველაფერს აკეთებ. მაგრამ იმისთვის, რომ მომეცი ღმერთო აქ ყველაფერი. და რო არ მოგცეს? ეხლა იმ დედის და იმის შვილის ქმარს რა უნდა უთხრა? აი რა უნდა უთხრას კაცმა, რითი უნდა ანუგეშოს ხალხი? კაცმა. კაცი ახალგაზრდა კაცი.
ბავშვობიდან ვიცნობ მე. რა უნდა უთხრას კაცმა? ვერაფერი, ერთადერთი. რომ ჩვენი ცხოვრება აქ არ მთავრდება. აი ეს არის ნუგეში, დანარჩენს ვერაფერს ვერ ეტყვი. შენ წახვალ და მეც წავალ და შეუერთდები შენ ცოლშვილ შენ. ეს არის გამოსავალი სხვა. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ეს არის რეალობა. ეს არის კლდეზე დაფუძნებული რეალობა. აი წინარი კვირას ვილაპარაკეთ. როცა ქვიშაზე აშენებ, სადღაც დაფრინავ, სადაღრი სამართალი და ასე შემდეგ. სამართალი არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს არ იქნება ამ წუთის სოფელში. და თუ ადამიანს გონია, ჩვენ ტოლ ადამიანს გონია, რომ აი ეს დედამიწა ბედნიერებისთვის არის შექმნილი, ესეც მეოცნებია. ბედნიერებისთვის არ არის შექმნილი. აქ არის მებრძოლი ეკლესია. ჩვენ კიდე ჯარისკაცები ვართ, სულიერი გაგერ. ჯარისკაცი დას ნიშნავს. ყოველთვის მზად ყოფნაში ღმერთთან შესახვედრად. წარმოიდგინეთ, ესეთი რამე რო თქვას კაცმა. ჯარისკაცმა რო თქვას, ჯერ ომი არ არის კაცო და რატო უნდა ვირბინო, რატო უნდა ვემზადებოდე ომისთვის? შეიძლება მთელი ცხოვრება ომში არ წაიყვანონ კაცი. მაგრამ ვინ იტყვის ჭკუად მყოფელი, რომ ამას ყოველდღე ვარჯიში არ ჭირდება? არც ერთი არ იტყვის. მაგრამ უეცრად შეიძლება მოხდეს რამე. ჯარისკაცი ყოველთვის მზად უნდა იყოს. აი ამას ქვია ჯარისკაცული აზროვნების კლდოვანება, კლდეზე დაფუძნებული აზროვნება. დისციპლინა სხვაგვარად. ქრისტიანების ჯარისკაცობა რაში ვლინდება? ყოველწამიერი განცდა იმისა, რომ წახვალ აქედან ადამიანი. ეს არის ყველაზე რეალური, ეს არის ჯარისკაცობა სულიერი. ის კი არა რა ვიყავით და როგორ ვიყავით, რა ვართ ეხლა, ან რა ვიქნები ჩვენ. არა, ეს ფიქრები ადამიანურია და გასაგებია, ეხლა ამაზე კი არის საუბარი, რომ რაღაცა უსურვო კაც. მაგრამ რეალურიდან გამომდინარე ჯერ, აკეთე ჯერ. და აი, როდესაც არ ემზადები ადამიანი ამისთვის, არ გიფიქრია, რომ წარმავალია შენი შვილიც, ყველაფერი დაინგრევა და ყველაფერი ხსნადია, ამაზე არ გიფიქრია. ქრისტე გეუბნება, მაშინ ჩემო ბატონო, შენი ცხოვრება და შენი სასახლე აზროვნებისა ააშენე ქვიშაზე. აშენებულია კი, მაგრამ ქვიშაზეა აშენე, ვერ გაუძლებ, დაუბერავს. აი დაუბერა. აბა, მიდი და გაუძელი ახლა. თუ მზად არ ხარ? შენ თავი ჩამოიგიდო კაცმა. თუ მზად არ ხარ? ასე რომ ქრისტეს ჯარისკაცობა ეს არის. მეოცნებეობის გარეშე საკუთარი თავის აღქმა და კლდეზე დაფუძნებულობა აზროვნებისა. იმ კლდეზე, რასაც მარადისობის შესახებ ფიქრი ქვია. და არა სხვა რაღაც ფასეულობები. დანარჩენი კი ყველაფერი კარგია. ამას არავინ არ უარყოფს. ქრისტეს არ უთქვამს, რომ ყველა ბერები იყავითო და მონაზვნები. სულ არ უთქვამს. კურთხეულია ქორწილიც და ქეიფიც და ყველაფერი კარგია. მაგრამ რის მერე და თუ ის არის პირველადი, მაშინ ვერ გაუძლებ ცხოვრებას. უსასტიკესია, უსასტიკესია და მაგიტო. ჩვენ ხედავთ ყოველდღიურობაში როგორი სასტიკია ეს. აქცევს ადამიანებს. ვერ უძლებენ ადამიანები. იმიტომ არ იციან ელემენტარული არესმით. ეძებენ ბედნიერებას იქ, სადაც ბედნიერება არ არის და არც არასოდეს არ იქნება. ასე რომ ნუ ვიქნებით მეოცნებენი და ნუ ვიქნებით სულიერად ბრმები. გამოფხიზლდეთ უნდა რა ხდება ჩვენს თავს, რისთვის ვართ
და სად მივდივართ და დღეს ვაკეთოთ საკეთებელი. და არა მერე რო იქნება ან როგორ იყო მაშინ. არაფრის მომცემელი რო არ არის. თუ სწავლობ ჭკუას წინაპრებისგან, რა თქმა უნდა. ჩვენ ხო ვერ ავსწავლობთ. მხოლოდ ვოცნებობთ. ნოსტალგიურად ვართ განწყობილები. რომ წარმოვაჩინოთ ის კი არა რა ვარ დღეს. აი მე რო ვიყავი ადრე, როგორი მაგარი ვარ. ესე უდიდესი იმპერიები იყვნენ. ყველაზე დიდი ალბათ კულტურა შექმნეს ეგვიპტელებმა. ალბათ ყველაზე დიდი. სად არიან? სად არის მათი კულტურა? ასე რომ მეოცნებენი არ ვიყოთ, ღმერთს ვთხოვ. დააგლოცოთ ღმერთმა, ჯვარი გეწერო და ყველას მოგცეს სულიერი თვალის ახილვის უნარი.